კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო გადაცემა იმპულს. დღეს სასტუმრო შერატონი ტრადიციულად საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. დელეგატები სტომატოლოგიის თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელებენ. 2 დღის განმავლობაში ვორქშოპების სახით უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ფორუმის ფარგლებში საქართველოში არსებული ყველა სტომატოლოგიური კომპანიის დანადგარები და მასალები გამოიფინება. ფორუმის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ამ თემაზე სასაუბროთ იმპულსის სტუდიაში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგილაშვილი და სტომატოლოგი არიელ ჩიკოვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ტრადიციულად უკვე მე-12 ბათუმი მასპინძლობს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რა სიახლეები გვაქვს წლევანდელ კონგრესზე? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოწვევისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, უკვე თქვენი ულამაზესი ქალაქი უკვე მე-12 ჯერ მასპინძლობს ჩვენ საერთაშორისო კონგრესს. და ვფიქრობ, ეს უკვე ტრადიციად იქცა. კონგრესების ქალაქად გვექცა ბათუმი ზაფხულობით. 12 წლის წინ როცა ჩვენ დავიწყეთ, მაშინ მე მგონი მარტო ჩვენ ვატარებდით, არა ბატონო ტარიელი, ძალიან ცოტა კონგრესები ტარდებოდა ხოლმე და მოხარული ვარ, როდესაც ნოვატორები ვიყავით. და ტრადიციულად წელსაც რა თქმა უნდა ჩამოვედით და უკვე შემდეგი წლის უკვე დაანონსებულიც კი გვაქვს, რომ ისევ 14 და 15 ივლისს უნდა ჩატარდეს. წელს რამდენი ქვეყანა მონაწილეობს? 6 ქვეყნის წარმომადგენელი არის, სამწუხაროდ ერთი სპიკერი აი ამ გაუგებარი სიტუაციების გამო და ტერაქტების გამო საფრანგეთიდან ვერ ჩამოვიდა. 1 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ ის ჩვენთან ჩამოდიოდა კონგრესზე. ძალიან საინტერესო თემით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით პაროდონტოლოგიურ მკურნალობას გულისხმობდა, იმიტომ რომ ეს სფერო სტომატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი არის. რამე თუ ჩვენ უკვე დავიწყეთ პაროდონტოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, სახელმძღვანელოების გამოშვება, დავიწყეთ გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავება და ამიტომ გვინდოდა რომ ჩამოსულიყო ძალიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე წარმოდგენილი არიან სპიკერები, მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალები და ვფიქრობ, რომ ამ 2 დღის განმავლობაში ზუსტად გაიჟღერებს ის სიახლეები, რომელიც ზოგადად აი ბოლო წლებში ნამდვილად ახალი არის ჩვენი მიმართულებით. წარმოდგენილი არის როგორც თერაპიული სტომატოლოგიის, ასევე ორთოპედიული, ქირურგიული, იმპლანტოლოგიის ძალიან საინტერესო სპიკერი ყავს ტელ-ავივიდან ბავშვთა ანუ პედიატრიული სტომატოლოგიის საკითხებში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პედიატრიული სტომატოლოგიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამე თუ განსხვავებული მიდგომა და მეთოდოლოგია იყო დღეს წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე 3 საათიანი ლექციის შემდეგ ჩვენი სპიკერი 1 საათის შემდეგ შეკითხვებს პასუხობდა, აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდა. აქედან გამომდინარე ის რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. და მინდა გითხრათ, რომ სტომატოლოგია საკმაოდ განვითარებული დარგია საქართველოში. ამას აღნიშნავს ყველა უცხოელი. საქართველოში ძალიან კარგი სტომატოლოგიური კლინიკები და საკმაოდ დახვეწილი ტექნოლოგიები არის უკვე შემოსული. და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ბატონო ტარიელი დამეთანხმება, ალბათ რომ სტომატოლოგია ერთ-ერთი პირველი მედიცინის დარგიდან ყველაზე სწრაფად განვითარდა. არ გავათვე, რომ ახალი ტექნოლოგია, ან ახალი მკურნალობის ახალი მეთოდოლოგია არ შემოვიდეს ჩვენ სფეროში. ამიტომ არის ზუსტად ჩვენი ძალისხმევა მიმართული, რომ ქართველი სტომატოლოგები არ ჩამორჩნენ აი ამ სიახლეებს და ჩვენ ასოციაცია რა თქმა უნდა სწრაფად მიიღონ ის ინოვაციები და ინფორმაცია იმ სიახლეებზე, რაც რეალურად მსოფლიოში ინერგება ბატონო და აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ შეკითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის როგორც სტომატოლოგისთვის აი ამ სახის კონგრესი, რა სიახლეები იყო, არის თუ არა ესეთი სიახლეები, რომლის დანერგვა უკვე შეგიძლიათ და რომელიც პრაქტიკულად შემოაღწევს ჩვენს ქალაქში? კონგრესი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო. აი თქვათ ავიღოთ პრაქტიკოსი ექიმი, ხო? ამ ექიმს ეძლევა საშუალება მოწინავე ამ დარგში მოწინავე სპეციალისტის აზრი მოისმინოს უშუალოდ თავის ქალაქში, თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ ის სპეციალისტი ჩამოდის და უზიარებს თავის გამოცდილებას. რასაკვირველი, ეს ძალიან დიდი კომფორტია. პრაქტიკოსი ექიმისათვის ეს არის უდიდესი კომფორტი. მეორე მხრივ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდები და აი აქ იყოს ნახსენები რომ 500-მდე
დელეგატი იყო, აი თუნდაც დღევანდელ კონგრესზე და კარგი ის არის, უმეტესობა არიან ახალგაზრდა სპეციალისტები. და მათ ექნებათ საშუალება ამ სპეციალისტებთან, ამ სპიკერებთან დაამყარონ კავშირი, შესაძლოა მათი თანამონაწილეობა, აი ვთქვათ, მეცნიერული პოტენციალით. ასეთი მაგალითები გვაქვს უკვე, რომ გაიცნო, ვთქვათ, გარკვეული თემა მოეწონა და დაიწყო უკვე ამ თემაზე პრაქტიკული მხარე, არამედ სამეცნიერო თანამშრომლობით. და არის კიდე მესამე მიმართულება, ეს ეხება უკვე კლინიკების მფლობელებს, იმიტომ რომ ეს დასამალი არ არის, ეს არის ბიზნესის ერთ-ერთი სახე, საკმაოდ ისეთი საინტერესო. აი მათთვის სტარდება გამოფენა, სადაც ისინი ეცნობიან ძალიან მოწინავე აპარატურას, დღევანდელი წარმოების, დღევანდელი სიახლეების და მათ აქვს საშუალება ეს ყველაფერი შეიძინონ. აი ამ უკვე პასუხი გამოდის თქვენ შეკითხვაზე, რომ აი მარტო ბათუმიც რო ავიღოთ, აღარ ვამბობ თბილისზე, სადაც ძალიან მაღალი დონის კლინიკებია, რამდენიმე კლინიკა არის, სადაც არის უნიკალური დანადგარები შეძენილი, ძალიან მნიშვნელოვანი დანადგარები, რომლებზეც აი ალბათ ფიქრიც იყო ზედმეტი რამოდენიმე წლის წინათ. და ახალი აპარატურა და ახალი ტექნოლოგიები საშუალებაზე უფრო თანამედროვე ეს ხელმისაწვდენს აღარ არის აუცილებელი ჩვენი მაცხოვრებელი წავიდეს რაღაც დახმარებისადმი სადმე სხვა. ექიმები ინფორმაციას გამოცდილებას ქალაქიდან გაუსვლათ, უკვე პაციენტების, რა თქმა უნდა, სერვისებს იღებენ უკვე ქალაქიდან გაუსვლათ, ეს დამატებითი სტიმული და დამატებითი კომფორტია. წელს რა სიახლეები იქნება დანერგია? თუ არის რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რაც წელს გახდა სპეციალისტებისთვის, ანუ ადგილობრივი ექიმებისთვის, სპეციალისტებისთვის, ამ დარგის პროფესიონალებისთვის იყოს სიახლე და რომლის დანერგვა უკვე შეიძლება. და რა სიახლეც ამ კონგრესს შეიძლება და ანუ მე-12 საერთაშორისო კონგრესს შეიძლება დაუკავშირდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეს გახლავთ ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიების ათვისება, იმიტომ ახალი მეთოდოლოგია ჩვენს დარგში, მაგრამ გარდა აი ამ სტომატოლოგიისა და გარდა პრაქტიკული სამუშაოსი, თქვენ იცით ალბათ, რომ სახელმწიფო რეგულაციები ამოქმედა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, რამაც ცოტა ნებათაღელვა გამოიწვია. შარშან მე მახსოვს ზუსტად ამ ეთერში ვისხედით, მაშინ როდესაც მე-11 საერთაშორისო კონგრესი იყო და დავაანონსეთ ინფექციის კონტროლის სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ასეთი რეგულაციები ამოქმედა, დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ კონტროლის სტომატოლოგიური კლინიკების, რამე თუ მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა და ჩვენი საქმე აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ამაყად მინდა ვთქვა, რომ ჯერ დავწერეთ პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა და აკრედიტაცია გაიარა ამ პროგრამა და აი ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ დღეისათვის 4221 სამედიცინო პერსონალი და სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი გადაამზადა. ანუ ძალიან წინ წავედით, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში დაიწერა პროტოკოლი, გაიდლაინი, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკებში. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭომ დაამტკიცა და ჩვენ ყოველწლიურად უშვებთ ხოლმე ჟურნალს, ზუსტად აი ამ საერთაშორისო კონგრესზე რიგდება ყველა დელეგატისთვის და მასში უკვე გამზადებული არის პროტოკოლი, რომელთაც შეიძლება იხელმძღვანელოს ასოციაციის ყველა წევრმა. ასევე საიტზეც, ჩვენი ასოციაციის საიტზეც არის განთავსებული და ყველა დაინტერესებული პირს შეუძლია რომ ეს იხილოს და გაეცნოს. და გარდა აი ამ ინფექციის კონტროლისა, ეხლა უკვე 1-2 თვეა ახალი რეგულაციები ამოქმედა, ახალი გამოწვევები არის უკვე სტომატოლოგიური კლინიკებისთვის და ამჟამად თქვათ ეს რეგულაციები ამოქმედა უკვე გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ეს გახლავთ ნარჩენების კოდექსით, მართვის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები. მე მაქვს დიდი იმედი, რომ უმტკინეულოდ ჩაივლის ეს რეგულაციები ასევე და ჩვენ მზად ვართ, ჩვენ უკვე ვიწყებთ ტრეინინგებს ამ მიმართულებით და როგორც ინფექციის კონტროლის საკითხებში, ამ საკითხშიც, რა თქმა უნდა, ჩვენს ძალას და რესურსებს ნამდვილად არ დავიშურებთ, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ. კოლეგებს, ადამიანებს, რომლებიც იქნებიან პრინციპში გამავრცელებელი ამ ყველა სიახლის და ინიციატივის ბაზონტარული მაინც მინდა დაგისვათ შეკითხვა, თუ იყო რა იმ ესეთი, რომლის უკვე პორტირებასაც, ანუ ინიციატივის სიახლის პორტირებას გეგმავთ უკვე და რას ელოდებით, თუნდაც ახლა დღეს პირველი დღე იყო, მე 2 დღის განმავლობაში გრძელდება, ხვალ რა სიახლეები შეიძლება იყოს კიდე? ნუ აქ იყო ნახსენები, მე ორ თემას შევეხები თქვენის ნებართვით, პარადონტოლოგიაზე იყო საუბარი და
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ის იყო, რომ შეიქმნა ახალი ასოციაცია, ესეთი კავშირები არ არის შეზღუდული არანაირად, პირიქით მივესალმებით ასეც, პარადონტოლოგთა ასოციაცია, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთი მასის სხდომა ასევე ბათუმში ჩატარდა. და ესეთი სხდომები გულისხმობს აგრეთვე ამ მეთოდიკების შემოტანას და დანერგვას. აი ამის სიტყვით ეხლა ახსნა არ შეიძლება, ეს უკვე კლინიკებში უნდა ვნახოთ, როგორ არის ესა თუ ის მეთოდიკა ათვისებული და ამ კონგრესის ფარგლებში უკვე მოხდა დამატებით სხვა ასოციაციების და მიმართულებების ეს მიმართულება ცალკე განვითარდებიან, ცალკე იმუშავებენ და შეიძლება ამ ცალკე მიმართულებების იცით როგორ არის თუ შეიძლება დავამატებ აქ ეს ასოციაცია საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი პროექტებია ამ მიმართულებით და ზუსტად 22 სექტემბერს პერიოდ თბილისი 2016 პირველად გაიმართება საქართველოში. ეს არის საერთაშორისო კონფერენცია და დაესწრება და ჩვენ სპიკერებს ამ შემთხვევაში წარმოადგენენ მსოფლიოში წამყვანი პაროდონტოლოგები, ძირითადად იტალიელები საპიენცას უნივერსიტეტიდან. და მაინც მოკლედ გადაცემის დასრულების დროც მოვიდა. ხვალ როგორი გრაფიკი იქნება, რა სიახლეებს უნდა ვლოდოთ და ვინ იქნებიან სპიკერები? სპიკერები იქნებიან გახსნის ხვალინდელ დღეს სპიკერი გერმანიიდან რესტავრაციულ სტომატოლოგიაში, ხვალ გარემოს დაცვითი მმართველის ამ საკითხებზე, ამ რეგულაციებზეც გვექნება საუბარი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქართველი კოლეგა გამოდის, რომელიც ორთოპედი სტომატოლოგი, რომელიც ზუსტად იმ პაროდონტოლოგიურ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს, რომელიც არა მხოლოდ თერაპევტებისთვის, არამედ ორთოპედებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია და ცალკე სექცია იმუშავებს ახალგაზრდა მკვლევარები. ჩვენ ესეც ტრადიცია გვაქვს, ჩვენ ვაძლევთ ყველა დოქტორანტს იმის საშუალებას, რომ საკუთარი კვლევის შედეგები წარმოუდგინონ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ უკვე ხვალისთვის, წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი დელეგატით და სულ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ეს. დიდი მადლობა. დაგემშვიდობოთ და მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენს შეკითხვებს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგილაშვილი და სტომატოლოგი ტარიელ ჩიქობა ვაპასუხებდნენ. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვთ და წარმატებულ და ჯანმრთელ უქმეებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.